მარჯანიშვილის თეატრის სხვენში სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლი ზღვის თეატრი დაიდგა. რეჟისორ ალექსანდრე ელოშვილის ნამუშევარი დროებით დევნილობაში მყოფ ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდების ისტორიას მოგვითხრობს, რომელთაც ქალაქში ახალი თეატრის გახსნა სურთ. სპექტაკლი შემოქმედებითი თავისუფლებისთვის ბრძოლას ეხება და ხაზს უსვამს თეატრის ძალასა და მნიშვნელობას. სპექტაკლს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჯარაძე დაესწრო. Გავსი ღონისძიებების ხელშეწყობა აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით აქტიურად გაგრძელდება და ჩვენ ხელს შეუწყობთ სახალხო დიპლომატიის განვითარებას და აღნიშნული მიმართულებით ნდობის აღდგენასა და შერიგებას. ეს არის სპექტაკლი სოხუმიდან დევნილ მსახიობებზე, რომლებიც აქაც დევნილობაში დარჩნენ, არა აქვთ თეატრი, არა აქვთ შენობა და ცდილობენ სტარტაპში დაიმკვიდრონ ადგილი. მე ვთამაშობ პერსონაჟს, რომელიც არის ასევე აფხაზეთიდან დევნილი, რომელიც ამბობს, რომ ევროპის სხვადასხვა წამყვან თეატრებში იყო წამყვანი არტისტი.